გერმანია საიმიგრაციო პოლიტიკას ცვლის. რატომ არ გაუხსის ჰეზბოლა ისრაელს მეორე ფრონტს? ანტისემიტური ტალღა ევროპიდან ამერიკასაც მისვდა. ჰოლოკოსტი ჩვენს ისტორიულ რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ჩვენი ცივილიზაცია რომ ეპოქალური გარდატეხის ფაზაში შევიდა, ყველაფერს ეტყობა. ძველი ლიბერალური მსოფლიო წესრიგი თვალსა და ხელში აინგრევა. ევროპაში ლიბერალურ ფასეულობათა ინტენსიური გადახედვა მიდის. უკრაინის ომმა და ისრაელის სისხლიანმა შფოთმა ბევრ რამეზე აუხილა თვალი აქამდე თვით დაჯერებულ დასავლეთს. ერთი სიტყვით, ეჭვის ქვეშ დადგა ყველაფერი, რაც აქამდე ეჭვს არ იწვევდა. გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიგრანტების საყვარელი საცხოვრებელი ადგილი იყო. ლიბერალური გერმანია მულტიკულტურალიზმს გადაგებდა. შედეგად გერმანიაში ეროვნული უმცირესობები გაჩნდა. თურქები, სერბები, ბერძნები, ალბანელები, ყოფილი საბჭოთა ერები და სხვა, მაგრამ ყველაზე მზარდი ჯგუფი ახლო აღმოსავლელი ლტოლვილებია. 2015 წელს გერმანიამ მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი მიიღო. გერმანიის მოსახლეობის კონსერვატული ნაწილი ყოველთვის აპროტესტებდა ლტოლვილების მიმართ გერმანიის პოლიტიკური ელიტის ღია კარის პოლიტიკას. ისინი მიუთითებდნენ იმაზე, რისი გაგონებას კი არ სურდა ლიბერალურ ისტაბლიშმენტს, რომ ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთიდან არ იზიარებენ და არ სცემენ პატივს ევროპულ ფასეულობებს. ევროპაში ცხოვრობენ და ევროპელებისადმი მტრულად არიან განწყობილი. ისრაელში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ უფრო ცხადყო ეს ყველაფერი. მთელი ევროპა ანტისემიტიზმის ტალღამ მოიცვა და ასეთი განწყობის სულის ჩამდგმელები ძირითადად ლტოლვილები არიან. თან ზოგი გამოსვლა მხოლოდ ანტისემიტური კი არა, ანტიქრისტიანული და ანტიევროპულია. გერმანიის ქალაქ ესენში პროპალესტინური მრავალათასიანი მიტინგი ჩატარდა. მიტინგზე ნანახმა გერმანული პოლიცია და მედია საგონებელში ჩააგდო. მიტინგზე რადიკალური ისლამისტური შეძახილები ისმოდა. ზოგ მონაწილეს ტერორისტული დაჯგუფების ISIS მსგავსი დროშები ეჭირა. გამომსვლელები გერმანიაში ხალიფატის შექმნაზე ალაპარაკდნენ. გერმანიის ბუნდესკანცლერმა პირდაპირ განაცხადა, ლტოლვილების პოლიტიკას უნდა გადავხედოთო და ვინც არ იზიარებს ჩვენს ფასეულობებს, უნდა გავაძევოთო. ასეთ რამეს წინათ ვერ გაიგონებდი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწისგან, მით უმეტეს მემარცხენე პოლიტიკოსისგან. ოლაფ შოლცმა საიმიგრაციო კანონების ეტაპობრივ დახვეწას გაუსვა ხაზი. კონსერვატორები და ულტრამემარჯვენეები კი საიმიგრაციო კანონების მკვეთრ გამკაცრებას ითხოვენ და არა მხოლოდ დახვეწას. გერმანელ პოლიტექსპერტთა უმრავლესობამ შოლცს დაუჭირა მხარი, მიიჩნია რა, რომ ქვეყანამ კურსი მკვეთრად არ უნდა შეიცვალოს. საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობას გერმანული მიწების ყველა ლიდერი მიემხრო. უფრო მეტიც, ლტოლვილებისთვის ფინანსური დახმარების შეკვეცაც მართებულად მიიჩნიეს. გადაწყდა, რომ მომავალში დახმარება არა ნაღდფულად, არამედ ბარათების სახით გაიცეს, რითაც ლტოლვილები მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნებს, პროდუქტებს და ტანსაცმელს შეიძენენ. სათანადო ინტეგრაციის მიზნით საიმიგრაციო ბანაკებში გაიზრდება ლტოლვილების ყოფნის ვადა, სადაც სახელმწიფო სტრუქტურები უკეთესად დააკვირდებიან ლტოლვილების მსოფლ მხედველობას. გაჟღერდა ლტოლვილების დეპორტაციის ახალი გამაადვილებელი კანონის მიღების აუცილებლობა. ერთი სიტყვით, გერმანია ნელ-ნელა ცვლის თავის ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაუვალად მოხდება ლტოლვილების მიმართ ტრადიციული გერმანული სტუმართმოყვარეობის ვილკომენსკულტურ პოლიტიკის გადახედვა. ახლო აღმოსავლეთში მოქმედი სამი სამხედრო პოლიტიკური დაჯგუფება
ჰამასი, ჰეზბოლა და ფათეჰი საერთო მტრის ისრაელის განნეიტრალების იდეას ემსახურება. მათი სტრატეგიული მიზანი ერთია, ტაქტიკა კი განსხვავებული. ამჯერად ისრაელი ომში ჰამასის მოულოდნელმა თავდასხმამ გამოიწვია, რასაც ისრაელის შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ შეიქმნა ჰეზბოლას მიერ მეორე ფრონტის გახსნის მოლოდინი. მთელი მსოფლიო ელოდებოდა ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას გამოსვლას და მის გადაწყვეტილებას ისრაელის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. ნასრალა უკვე დიდი ხანია იმალება და იშვიათად ჩნდება ხალხში. ისრაელის სპეცსამსახურების შურისძიებას ემალება. ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა მისი ვიდეო გამოსვლა, რომელმაც ისრაელის მტრებს იმედი გაუსრუა. დადასტურდა, რომ ნასრალას ომი არ სურს და მეორე ფრონტს არ ხსნის, თუმცა გამოსვლაში დოზირებული მუქარა მაინც გაისმა ისრაელისა და დასავლეთის მიმართ. მან ხმამაღალი სიტყვებით გაამხნევა ჰამასი და თქვა, რომ მეორე ფრონტის გახსნა ისრაელის მომავალ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. აღნიშნა ისიც, რომ ჰეზბოლას მებრძოლები ლიბან-ისრაელის საზღვარზე ისრაელის შეტევას აკავებენ. მოკლედ, ყველაფერზე ისაუბრა მეორე ფრონტის გარდა. ნასრალა, როგორც ჩვენ შეიტყვიან, არც მწვავს წვავს და არც შამფურს, რასაც დასავლელი ექსპერტები დიპლომატურ ეშმაკობაში უთვლიან. რაშია საქმე სინამდვილეში? 1982 წელს ისრაელი ლიბანში შეიჭრა, სადაც მთელი 15 წლის განმავლობაში ძვინვარებდა სამოქალაქო ომი. დაპირისპირება მრავალწახნაგოვანი იყო და მასში პირდაპირ თუ ირიბად ბევრი ქვეყანა იყო ჩართული. ბრძოლა ძირითადად ქრისტიან და მუსლიმ ლიბანელებს შორის მიდიოდა. სწორედ მაშინ შეიქმნა ჰეზბოლა, რომელიც ირანის დახმარებით ძლიერ სამხედრო პოლიტიკურ ძალად გადაიქცა. მიჩნეულია, რომ ჰეზბოლა სახელმწიფოა სახელმწიფოში. ლიბანის კანონიერი ხელისუფლება ჰეზბოლას გარეშე ვერაფერს ვერ წყვეტს. საერთაშორისო ასპარეზზე ჰეზბოლა აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც ძლიერი და კარგად გაწვრთნილი სამხედრო ძალა ჰყავს. დაახლოებით 100,000 მებრძოლი. ჰეზბოლა ყველაზე მეტად ირანზეა დამოკიდებული. ამაზე მეტყველებს ჰასან ნასრალას ბოლო გამოსვლაც, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე ირანის გარეშე დაიგეგმა, რითაც მან სცადა ირანისთვის პასუხისმგებლობის არიდება. ირანის ხელისუფლების მტკიცებითაც მათ არაფერი იცოდნენ ჰამასის ვერაგული გეგმის შესახებ. ექსპერტთა აზრით, მეორე ფრონტის გახსნაც ირანზეა დამოკიდებული, მაგრამ დღესდღეობით არც ირანს და არც ჰეზბოლას ხელს არ აძლევს მეორე ფრონტის გახსნა. ირანმა უკვე მიაღწია მიზანს. ყველაზე მეტად მას ისრაელთან სპარსეთის ყურის ქვეყნების დაახლოება აწუხებდა. ეს საკითხი უკვე მოხსნილია, რადგან ღაზაში შესვლით ისრაელმა მთელი მუსლიმური სამყარო მის წინააღმდეგ გაამხედრა. ჰეზბოლას და ირანს არაფერში სჭირდებათ ფართო მასშტაბიანი ომი, რადგან იციან, რომ ომს ისრაელთან უეჭველად წააგებენ. ითვალისწინებენ იმასაც, რომ არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად არ აქვს საქმე კარგად. ლიბანსა და ირანში დიდი სიდუხჭირია. ორივე ქვეყნის მოსახლეობა უკმაყოფილოა, რაც შეიძლება სერიოზული ამბუხით დამთავრდეს. ჰეზბოლასა და ირანისთვის მთავარია ისრაელი მუდმივ ქაოსსა და პანიკაში ჰყავდეთ. როგორც ერთ ტყვედ ჩავარდნილ ჰამასელ მებრძოლს უთქვამს, ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვართ და ვიქნებით, რადგან ჩვენთვის გამარჯვებაა ყველაფერი ის, რასაც თქვენთვის ტანჯვა და გლოვა მოაქვსო. ანტისემიტური ტალღა ევროპიდან ამერიკასაც მისწვდა. ვინ იფიქრებდა, რომ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები მსოფლიოში, ყველაზე ელიტარული აკადემიური ჯგუფის Ivy League წევრები ანტისემიტიზმის კერად გადაიქცეოდა.
უნივერსიტეტებში პრო-პალესტინური მიტინგები ჩატარდა, სადაც ახალგაზრდები 7 ოქტომბრის ტერაქტებს ზეიმობენ და ჰამასს უჭერენ მხარს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ებრაელი სტუდენტები ონლაინ სწავლაზე გადავიდნენ, რადგან რადიკალები საერთო საცხოვრებელში მათ ოთახებს არბევენ. კედლებზე ნაცისტური სვასტიკები გამოჩნდა. კორნელის უნივერსიტეტში კაფეტერია დალეწეს, სადაც ებრაელი სტუდენტები სადილობენ. FBI-მ რამდენიმე ასეული ინტერნეტ საიტი დახურა, სადაც ებრაელთა ფიზიკური განადგურების მუქარა გაისმა. ხალხი გაოგნებულია, რატომ ხდება ეს სწორედ ამ გამორჩეულ ამერიკულ სასწავლებლებში. გამოძიება თემაზე Fox News-ი ჟურნალისტებმა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ანტისემიტიზმის ყველაზე დიდი წამქეზებლები უნივერსიტეტების ლიბერალი ლექტორები არიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ამერიკელი კონსერვატორები ისრაელს უჭერენ მხარს. ანტისემიტური რადიკალური ჯგუფები ამერიკის დემოკრატიული პარტიის წევრებითაა სავსე. ყველაზე დიდი სკანდალი კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის პროფესორის კეტრინ ფრანკას ღია წერილმა გამოიწვია. იგი უნივერსიტეტში ფემინიზმსა და გენდერულ თანასწორობას ასწავლის. მისი აზრით, რაც ხდება, ყველაფერი ებრაელების ბრალია. ნაცისტებიც ასე ამბობდნენ, ზუსტად. ანუ, რაც ებრაელებს ემართებათ, ყველაფერი მათი ბრალიაო. ანტისემიტური გამოსვლების გამო ბევრმა ამერიკელმა ებრაელმა ბიზნესმენმა უნივერსიტეტებისთვის საქველმოქმედო ფინანსურ დახმარებაზე ვარი განაცხადა, რაც მთლიანი შემოწირულობების 70% შეადგენს. პროტესტი ამერიკის ცნობილმა საადვოკატო ფირმებმაც გამოთქვეს. მათი აზრით, ანტისემიტიზმის წამქეზებელ უნივერსიტეტებსა და ლექტორებს არაფერი ესაქმებათ მათ ფირმებთან. ჰამასის დაცვით, რომელიც თვალის დაუხამხამებლად კლავს უდანაშაულო სამოქალაქო პირებს, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ისინი სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეალებს ღალატობენ. აღმაშფოთებელია, როგორ ხუჭავენ თვალს ლიბერალები ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე ადამიანთა მიერ ჩადენილ საშენელებებზე. ეს სიტყვები საადვოკატო ფირმების ერთობლივ ღია წერილშია ნათქვამი. ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის ენციკლოპედიური განმარტება ასეთია. ნაცისტური გერმანიის მიერ ევროპელ ებრაელთა გენოციდი, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს მათი მასობრივი განადგურება. ჰოლოკოსტი ებრაელების გარდა სხვებსაც შეეხო, მაგალითად ბოშებს, სლავებს, იოღოვას მოწმეებს, ჰომოსექსუალებს. ჰოლოკოსტი ზოგადმა რასობრივმა სიძულვილმა განაპირობა, რამაც მკვეთრი ანტისემიტური განწყობა გამოიწვია იმდროინდელ ევროპულ, კერძოდ გერმანულ საზოგადოებაში. თუმცა ებრაელებისგან მტრის ხატის შექმნას მხოლოდ გერმანელებს ვერ დავაბრალებთ. მოვლენას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ევროპაში ანტისემიტიზმმა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იჩინა თავი. ებრაელთა პირველი გეტოები 1516 წელს ვენეციაში გაჩნდა. რუსეთში მე-18 საუკუნეში შეიქმნა ეგრეთ წოდებული ჩერტა ასედლესცი, ანუ დასახლების ფარგლები. ინდიელთა რეზერვაციების მსგავსი, რაც დღესაც არსებობს ამერიკაში. ეს იყო კანონი, რომლის მიხედვით ებრაელებს იმპერიის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება მხოლოდ განკუთვნილ ადგილებში ეძლეოდათ. მე-19 საუკუნეში მთელ მსოფლიოში გახმაურდა რუსული სიტყვა პოგრომ. ეს იყო ებრაელთა უბნების ზრბევა რუსეთში. ევროპაში ანტისემიტიზმი მე-20 საუკუნის დასაწყისში აღზევდა. ანტისემიტური განწყობებით ყველაზე მეტად გერმანია და ავსტრია გამოირჩეოდა. ჰიტლერი და მისი პარტია სწორედ ამ განწყობათა გამოყენებას ეცადა ხელისუფლებაში მოსასვლელად. ცნობილია, რომ ნაციზმი რასობრივ იდეოლოგიას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვით კაცობრიობა რასებად იყოფოდა. ნაცისტები არიული
წარმომავლობის ხალხს მიიჩნევდნენ უმაღლეს რასად. ებრაელებს კი ყველაზე მდაბიო და საშიშ რასად თვლიდნენ. შესაბამისად, ისინი უნდა გაენადგურებინათ. ნაცისტებმა გერმანიის სათავეში მოსვლისთანავე დაიწყეს თავიანთი სასტიკი გეგმის განხორციელება, რასაც ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტა დაარქვეს. ისინი ებრაელებს გერმანიიდან და მათ მიერ დაპყრობილი მიწებიდან ერეკებოდნენ, მაგრამ მათ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ ღებულობდა, მათ შორის არც ამერიკა. მოგვიანებით ისრაელის პირველი პრეზიდენტი ჰაიმ ვაიცმანი იტყვის, მსოფლიო ორად გაიყო, სადაც ებრაელს არ ტოვებენ და სადაც ებრაელს არ უშვებენო. საკითხის გადასაწყვეტად პრეზიდენტ რუზველტის ინიციატივით 1938 წელს საფრანგეთში საგანგებო კონფერენცია შედგა, მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდა, რადგან 32 მონაწილე ქვეყნიდან მხოლოდ ერთი დომინიკის რესპუბლიკა დათანხმდა ებრაელი დევნილების მიღებას. რაც შეეხება ებრაელთა პალესტინაში განსახლებას, ეს საკითხი ინგლისმა დაბლოკა. 1935 წელს ნაცისტურმა გერმანიამ ნიურნბერგის ცნობილი კანონი მიიღო, რომლის მიხედვით გერმანელი ებრაელი მეორე ხარისხოვან ადამიანად ცხადდებოდა. 1938 წელს ანტისემიტურმა ისტერიამ გერმანიაში კულმინაციას მიაღწია, რაც მასობრივ პოგრომებში გადაიზარდა. ყველაზე დიდი პოგრომი 9-10 ნოემბერს გაიმართა. ქუჩების სინაგოგებისა თუ სხვა ებრაულ ნაგებობათა კარ-ფანჯრისა და მაღაზიათა ვიტრინების ნამსხვრევებით აივსო. ამის გამო მოვლენას ბროლის ღამე ეწოდა. დარბევების დროს 400 ებრაელი დაიღუპა. 30,000 პატიმრობაში მოხვდა და საკონცენტრაციო ბანაკებში გადანაწილდა. 1933-39 წლებში გერმანიიდან და ავსტრიიდან 330,000-ზე მეტი ებრაელი გაიქცა. პოლონეთის ანექსიის შემდეგ გერმანული რაიხისთვის ებრაელთა საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან პოლონეთში 2 მილიონამდე ებრაელი ცხოვრობდა. იმავე წელს ჰიტლერმა გერინგს ებრაელთა გასახლების გეგმის მომზადება დაავალა. ასევე რაიხის უშიშროებაში ებრაელთა საქმეების სპეცგანყოფილება შეიქმნა, რომელსაც ადოლფ აიხმანი ჩაუდგა სათავეში. ებრაელთა გასახლების რამდენიმე გეგმა მომზადდა კუნძულ მადაგასკარზე, საბჭოთა კავშირსა და პოლონეთში, მაგრამ ვერც ერთი ვერ განხორციელდა. ნაცისტების ახალი განკარგულებით ყველა ებრაელს მკერდზე ყვითელი ფერის ნიშანი, დავითის ვარსკვლავი უნდა ეტარებინა. ნაცისტებმა პოლონეთის ტერიტორიაზე გეტოების იგივე ციხე კოლონიების შენება და იქ ებრაელთა განთავსება დაიწყეს. ყველაზე დიდი და ცნობილი ვარშავის, ლოძინის და ტერეზენშტადტის გეტოები იყო. გეტოები ნაცისტების მიერ დაპყრობილ საბჭოთა მიწებზეც გაჩნდა. ებრაული გეტოების რაოდენობა 1150-ზე ავიდა. გეტოების შექმნით ნაცისტები რამდენიმე მიზანს აღწევდნენ. ებრაელთა მკაცრი კონტროლი კონცენტრირებულად, მათი ქონების კონფისკაცია და მათი მონებად გამოყენება. ნაცისტები დიდი რაოდენობის საკონცენტრაციო ბანაკებს აშენებდნენ. 1941 წელს გერმანია საბჭოთა კავშირს დაესხა თავს, სადაც ნაცისტები ებრაელებით დასახლებულ ადგილებს მიწასთან ასწორებდნენ. არსებობდა SS-ის სადამსჯელო რაზმები, რომელიც უმოწყალოდ ხოცავდა ადამიანებს. მალე გაზის კამერების გამოყენებაც დაიწყეს. თავდაპირველად კამერები მობილური იყო, ანუ ავტომანქანებზე მონტაჟდებოდა. 1941 წლის 31 ივლისს ჰიტლერმა რაინჰარდ ჰაიდრიხი დანიშნა რეიხის უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსად, რომელმაც ებრაელთა გენოციდის საკითხი ოფიციალურად ჩაიბარა, რის შემდეგ მათი განადგურება გაასმაგდა. საკონცენტრაციო ბანაკებში ეგრეთ წოდებული სიკვდილის ბანაკები შეიქმნა. 1942 წლის 20 იანვარს ბერლინის ერთ-ერთი უბნის ვანზეის ერთ დიდ ვილაში ნაცისტური პარტიისა და
გერმანიის უშიშროების სამინისტროს 15 მაღალ ჩინოსნის მოკლე საიდუმლო კრება შედგა ვანზეის კონფერენციის სახელწოდებით, რომელმაც ებრაელთა მიზანმიმართული განადგურების გადაწყვეტილება მიიღო. ჩაითვალა, რომ მანამდე განადგურება ქაოსური იყო და მას სისტემური ხასიათი უნდა მიცემოდა, ანუ ებრაელთა ჟლეტის მექანიზმი უნდა დახვეწილიყო. ფაქტობრივად, ვანზეის კონფერენცია ჰოლოკოსტის დასასრულის დასაწყისს ნიშნავდა. 1953 წელს სტალინგრადის ბრძოლის შემდეგ ნაცისტურმა გერმანიამ ომის წაგების მოახლოება იგრძნო. შესაბამისად, აუშვიცის, ტრებლინკას, სობიბორის, მაიდანეკისა და სიკვდილის სხვა ბანაკებში ადამიანთა ხოცვა ჟლეტვა ააჩქარა. მხოლოდ აუშვიცში 1,300,000 ადამიანი განადგურდა. მათ შორის 1,100,000 ებრაელი იყო. მთლიანად 6 მილიონზე მეტი ებრაელი დაიხოცა. ჰოლოკოსტმა ასევე 200,000-მდე ბოშა, 3 მილიონზე მეტი საბჭოთა სამხედრო ტყვე, 2 მილიონამდე პოლონელი და სხვა მრავალი ადამიანი შეიწირა. 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარმა აუშვიცის ბანაკის ტყვეები გაათავისუფლა. მოგვიანებით გაერო ეს დღე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ნიურნბერგის ცნობილ პროცესზე ნაცისტური გერმანიის ომის დამნაშავეები გასამართლდნენ. ამ და სხვა შესაბამისმა სასამართლო პროცესებმა ცხადყო, რომ ის პირები, ვინც ამ სასტიკ მკვლელობებს ჩადიოდნენ, ურჩხულებს კი არ გავდნენ, არამედ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები იყვნენ. მას რა მოხდა, რამ უბიძგა ჭკუად მყოფ ჯანსაღ ადამიანს ასეთი სისასტიკისკენ? მოგვიანებით ცნობილი გერმანელი ებრაელი მეცნიერი ჰანა არენდტი ამ მოვლენას ბოროტების ბანალურობას უწოდებს. მისი აზრით, ნაცისტური ელიტა შესაძლოა სადისტური მანიაკებისგან შედგებოდა, მაგრამ მათი ბრძანებების შემსრულებელი უბრალო გერმანელი, ჩვეულებრივი, ბანალურად მოაზროვნე ადამიანი იყო, რომელიც უსიტყვოდ ასრულებდა იმას, რასაც ავალებდნენ. მკვლევარის თქმით, ყველაზე დიდი ბოროტება, როგორც წესი, იმ მდაბიო ადამიანთა ხელიდან გამოდის, არაფერზე საკუთარი აზრი რომ არ გააჩნიათ. ამჯერად ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.